თავდაპირველად იყო სიტუაცია, რომ შს ადგენდა ოქმს, მიქონდა სასამართლოში და მერე სასამართლო გვაჯარიმებდა. ასეთი საქმეები რეალურად ბევრი დაგროვდა სასამართლოში, გაიჭედნენ, მაგრამ გადაიტვირთნენ. თან ერთი თვის მეორე ინიშნებოდა პროცესი, ამას ისეთი მყისიერი ეფექტი ესე აღარ ჰქონდა, ადგენდა გააკეთეს ის, რომ უკვე პირდაპირ შესაძლოა გვიწერდა ჯარიმები. მაგრამ აქ უბედურებაში ამოყვეს თავი, რომ აი ეს ბიუროკრატია შეეტენათ და უნდა ერთხელ გამოეგზავნათ, მერე მეორედ გამოეგზავნათ, მერე გამოქვეყნებაზე წასულან. ისაც პასუხს არავინ არ გთხოვსო და პირდაპირ გამოქვეყნება დავიწყოთ. ახლა ჩვენ რას ვშვებით? მოგვივიდა SMS-ი, რომ გამოგიქვეყნეთ ჯარიმა. და როგორ გვეთვლება ჩვენ ჯარიმა ჩაბარებულად. როდესაც ეს გამოქვეყნდება ვებგვერდზე და იქ წერია გამოქვეყნების თარიღი და მათ შორის არის SMS-ის მოსulis თარიღი რეალურად, აქედან 30 დღეს გვეთვლება ჩაბარებულად. და ამ დღიდან 10 დღის განმავლობაში მაქვს უფლება რომ გავასაჩვრო. 30 დღე დაითვალეთ, მათ შორის ის დღეც მიათვალეთ, როცა მოგწერეს ეს მესიჯი და აქედან დაითვალეთ ასევე 10 დღე. ამ 10 დღის განმავლობაში, რაღაც დაახლოებით აი 37-38 დღის განმავლობაში მაინც შეიტანეთ აუცილებლად საჩუვარი. თქო, ჩემი რჩევა ყოველთვის ეს არის ხოლმე, იმიტომ რომ ცოტა ბუნდოვანი არის აქ კანონის ჩანაწერები და მე სასამართლომ როგორ შეიძლება დაატრიალოს ამაში მე არ ვარ დარწმუნებული. SMS-ი თუ არ მომდის, მაშინ რას ვაკეთებ და როგორ ვიქცევით? შეიძლება ვიღაცის ნომერი მონაცემთა ბაზაში ასე არ იყოს. თვითრის ნომრის გარეშე ამას ვერ შევამოწმებ. ერთადერთი გზა რჩება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზზე პერიოდულად დარეკოთ შეამოწმოთ ხოლმე, როგორ ვიქცევით, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგდის დადგენილება, რომ ჩვენი საჩუვარი არ დააკმაყოფილეს. უარის მიღების შემდეგ, როდესაც პოსტით გამოგვიგზავნიან ამას და ჩაგვაბარებენ, აუცილებლად ვიცოდეთ ის ამბავი, რომ შეგვაქვს ამაზე საჩივარი და რა უნდა გაითვალისწინოთ ასეთი საჩივრის შეტანის დროს. ვითხოვთ ორ რაღაცას. ვითხოვთ პირველი, ძირითადი ჯარიმის, საჯარიმო ქვითრის ბათილად ცნობას და უარი რომ გითხრეს ამ საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ასევე შსს დადგენილების ბათილად ცნობას. ეს უნდა მიიტანოთ ორ ეგზემპლარად სასამართლოში. იმიტომ რომ ერთი ეგზემპლარი რჩება სასამართლოში, მეორე ეგზემპლარი ეგზავნება შინაგან საქმეთა სამინისტროს. ეხლა შემდეგი ნაბიჯი. სასამართლოს კანცელარიაში ამას რომ მიიტანთ და ჩააბარებთ, გაძლევენ ესეთ თაბახის ფურცელს და იქ ქვემოთ არის ხოლმე ასევე მითითებული მომხმარებლის ნომერი და პაროლი. ეწერება ესეთი საიტი ECD-court-G. ამ მომხმარებლის ნომრით და პაროლით შეძლებთ თქვენ საქმეზე მთლიანად ელექტრონულად წვდომას, ხო? ასეთ ფურცელს თქვენ გაძლევენ ორცალ. ერთი თქვენთვის შეგიძლიათ რა თქმა უნდა დაიტოვოთ, მეორე ფურცელს აიღებთ, ეს უნდა მიიტანოთ ყველა ვარიანტში შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. ან შეგიძლიათ პოსტით გაგზავნოთ. რისთვის არის ახლა ამის გაკეთება საჭირო? ჩვენ ხო ვამბობთ, რომ გასაჩივრებით ოქმის მოქმედება ჩერდება და ვერ აღასრულებენ. მაგრამ სასამართლოში ამას რომ შეიტანთ, სასამართლო ავტომატურად არ ატყობინებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამას. თქვენ უნდა გააკეთოთ მოკლედ ეს ამბავი და ეს ფურცელი, რასაც თქვენ გაგზავნით შს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში არის დასტური იმის, რომ თქვენ ჯარიმა გაასაჩივრეთ სასამართლოში.